მოგესალმებით GeoGaming TV და დღეს მე ვითამაშებ Egg Wars. Ну, სერვერი სახელი არის Minecraft Ducatu. და კაი, ну, მოკლედ სერვერის, რა თქმა უნდა, IP მისამართი აღწერაში იქნება და ესაც ვიჭუჭკნო ადგილას გვაქვს. კაი, რამდენი უნდა? აქეთ არის. ჯერ მხოლოდ 10 Iron გათი მაქვს. მაგრამ არ აქვს. ну, ოკ. გაფუჭებულია. красотари. красотари. მოვიარეთ მთელი ჩვენი ბაზა, მაგრამ ოქროსაც ჯანდაბაშია. კაი რა, ოქროს სად არის? ჯერ მოდი კენებს გავაძლიერებ. ასე. ეხლა ის გადავს წამში. და ალბათ არ ვიცი რა უნდა ვქნა. ბოდიში გიხდით, პატარა ტექნიკური პრობლემები იყო, მაგრამ იმედია ვიდეო არ გაფუჭებულა ამის გამო. კარგი. ну, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ჩვენს ბაზის დათვალიერებას უბრალო ოქროების გამო. და მგონია მე რომ აქ ოქროებს საერთოდაც არ არის. მოკლედ, ну, რა შეგვადარდებს მთავარია ჩვენ ცენტრში გადავიდეთ და საჭმელი ვიყიდეთ ამჯერად. რა თქმა უნდა. საჭმელი რა? ჩვენ არ გვინდა ნამდვილად ახლა სტაფილო, მაგრამ ალბათ გამოგვადგება ეს. ჯვიდია. კარგით, მოდით ვიყიდოთ ჩვენი შემწვარი ხორცი. და რა თქმა უნდა ვჭამთ თვლებად. აი ვიპოვე ოქროს გენერატორი, ну, არ ვიცი ვინ შენიშნა თუ არა. ну, ეხა ეს იმიტომ ვთქვი, რომ ბევრი ვიდეო მაქვს ისე ნანახი, რომ შევამჩნიე, მაგრამ ვინც იღებდა ის შევამჩნია, სხვადასხვა რამე შევამჩნია, რაც დაეძებდნენ. მაგრამ იმან არ შევამჩნია, ვინც იღებდა და კიდე ეს ადგილი იმით შევამჩნია, რომ დაიმონდის გენერატორი შევამჩნია. მოკლედ, დაიმონდის გენერატორი დაგვახმარა. 10 goldi გვინდა და გავაძლიერებთ და აღარ დაყრეს ამას 7 წამში. ერთი გაგვინდა და ანუ გავაძლიერებთ თქო ჩვენი ბაზის კეთილდღეობა, ჩვენი კეთილდღეობაც არის. და 3.75 წამი უნდა. ну, ნორმალურია ესეც. თქო უნდა. ხო, ამ სერვერზე ის არის კარგი, რომ დავარდნის დიმეიჯი არ გაქვთ. კარგი, ახლა მოდი მივხედოთ ბლოკებს. კარგით რა, ასეთი ძვირის გაუგია ბლოკები. ჯანდაბა, ჯერ კვარცხიც კი არ მყავს დაცული. და მე გადასვლას ვფიქრობდი. მოკლედ, ნამდვილი გენერაცია ვარ და შემთხვევით დამეწერია. და ასე. რაღაცა ასე. და все. აი, ეხლა ეს დავწერთ აქ, ეს დავწერთ აქ. და ну, მოკლედ, ბევრი ქვა გვჭირდება და დავიცვათ კვერცხი. ну, ხო, მაგისთვის რა თქმა უნდა, რკინები გვჭირდება. რკინები აქვს 21, ამას ჭირდება 10 ოქრო, რაც გაძლიერდეს level 3-ზე. და კარგით, ხო. გავჭედებ საბოლოოდ. 46 ქვა მშვენიერია, უბრალოდ ნორმალურად შეიძლება ითქვას, უბრალოდ მშვენიერიც არ არის. ასე. და აი, გვუნდა მოვფაროთ ამერით. ასე. ჯაუ. ასე. მოკლედ რაღაც გავაკეთოთ. რა, ну, ხო, შევაფაროთ რაღაც ზონაზე. და დაგვრჩა ეს და ესე. რა თქმა უნდა, ცოტა საკაც ვიზო. მეთქანი იქით მხარეს და
გვერდებზე გავაკეთე, ასეთ ადგილი დაგვრჩებოდა ისე. ნუ კარგი. ამისთვის რა თქმა უნდა სპეციალურად ობსიდიანერი ავიღე, აი ვიგონთ რაღაც იმედამეხ, მაგრამ რაღაც ესეთი სულელე. და კარგი, ალბათ ჩვენი გენერატორი რა თქმა უნდა გადახელი იქნება, ალბათ და შემდეგ რა თქმა უნდა. ნუ, ხო, გადახელია. გადავხტები იქ. ჯანდაბა რა ბაგებია უკვე ამ სერვერზე. საერთოდ არ იყო ეს ბაგები, მაგრამ თქვენი სერვერში შეეცვალა ოვნერი, რამაც გამოიწვია ჩვენი სერვერის გაბანძება. კარგი, ცენტრი სადღაც იქ არის და ჩემი მოგვერდულე მწვანეფერია, როგორც ვხედავ. და ნუ ხო, მგონი მწვანეფერი უნდა იყოს. მე ვარ ლურჯი, მაგრამ საერთოდ არ მეყობა. ის არის რა თქმა უნდა მწვანეფერი, რადგან ბლოკები აქვს მიდებული. მაგრამ შორს ვარ ხარ. მგონი ეს ცენტრი არის, ხო, ცენტრი არის, რადგან ყველასგან განსხვავებული ეს არის. რა თქმა უნდა, ახლა ვიყიდი ქვებს. ვიყიდი ასევე armors და აი ბაგები უკვე. მოდი აქ შევყო. რკინის ბრონზ. სერიოზული რაღაცები უნდა. მოდი ვიყიდი ოქროს მუზარადს, თორსა ვიკრე ქვია. და რა ვქნა? აი ეს შევამოწმოთ. ეს 5 პეპერს. კარგი, უნდა ვიყიდე ფეხზე. რამეს. ასე. ახლა მივადგეთ ჩვენი რკინებს და ხმალზე ვიჩაჭოთ. რა თქმა უნდა, ასეთ მოსტუიშოვით საუკეთესო იქნება. შევიდეთ ხმალებში. რკინის ხმალისთვის გჭირდება 10 ოქრო, წარმოიდგინეთ რა საშინელება. 2 რკინი შეგიძლიათ გავაკეთოთ უბრალო ისეთი რკინის ხმალი, როგორც აქ არის და ჯანდაბა, ნუ ბედვარს არც ისე კარგი წესები აქვს. აქვს რა გააჩნია, ნუ როგორც არის. 11-12 წელი ნორმალურია. ავიღოთ ასევე რკინის ხმალი. და ასევე ავიღოთ საჭმელი. აი ესე. საჭმელი გჭირდება ამ შემთხვევაში. და კარგი, დავადგეთ ახლა ცენტრს. ნუ თუ არ ვცდები ცენტრი უნდა იყოს. ხო, ცენტრია. ყველა ვიცი. დარწმუნებული ვარ. იმედია, ეს ადამიანი ძალიან არ გაგვაგრძელებინებს ამ თამაშს. ვაიჯედა. სერიოზული გაბაგო აქვს. იმედი არ ჩაუვარდები ამ ბაგების გამო. ამიტომ ცოტა ვიფრთხილებ. ასე. მგონი ჩვენი რაუნდი მთავრდება 20 წამში. რა არ ვიცი რა უნდა ვქნათ ამ 10 წამის განმავლობაში. უკვე 10 გახდა. No. კაი რა. ოკეი. ნუ პრობლემა არ არის. რაც გავაკეთეთ, ხო გავაკეთეთ. ნუ გზა გავიყვანეთ და ასე შემდეგ. ნუ ყოველ შემთხვევაში გზა გავიყვანეთ და მოვკვდით. ეს წარმატებაა. ნამდვილად დიდი წარმატებაა. 7-8. რამდენი გინდა? 20 ჯანდაბა. კაი. ხო, ახლა უბრალოდ რკინის ხმალს ავიღებ. სპოთ. ჯანდაბა, წავედით. არა მოიცეთ, რკინები უნდა ავიღოთ, საჭმელი ვიყიდო. რამდენი რკინაა? რა? რამდენი რატო ჩანდა?
ხორცდები აქედან ყველაზე მეტს ეს გვიმატებს და მოგანეკინებ გადავუყარე? არა. კაი, ეს გადავიდეთ პირველში მეორეში. და ეხლა ვიკითხოთ საიდან გავიყვანეთ გზა. უი, აქვე. ო, გაბაგა. ცუდია. ოპა. ნუ, რა თქმა უნდა, აღარ დავუშვებ დომატა იქით აღარ წავალ. ეს ხედავ გზას, საერთოდ არის გზა, ზოგადად. იქით წავალ. კარგი, ნუ ამ სერვერის პაკეტს ვერ ვიტან. იმიტომ რომ თუ გაბაგა სერიოზული ბაგებია. და თუ არ გაბაგა, არ ბაგავს. რა თქმა უნდა, ხო ლოგიკურია ეს. ო. გა. მოიცა, level 3-ზე როგორ არის? ეგეთი კითხვა გამიშთა. Oh god, გადმოსულა ჩვენი მოწინააღმდეგე. ასეთი წინასწარმეტყველება მაქვს, მაქვს. ნუ ხო ასე მგონია ყოველ შემთხვევაში, ან უბრალოდ სერვერის წარმატებებია. ვთქვით, სერვერი აკეთებს ასე. ასეთია სერვერის ნებაბოძება. არა, გადმოსულა. გადმოვიდა, ჩანდა, ბაბა, კინაო აქ ჩავხდი. თან 16 მეტი დაიმონდი მაქვს. ნუ ახლა მე უშვებ რა თქმა უნდა ყველაფერს შეცდომას. მოიცადე, ეს ჩემია. არ არის, ნამდვილად არ არის, მარჯვნივ გამოიყვანა გზა. უბრალოდ ესეთი. რა ხდება? თუ ჩემია ჯანდაბა. ვერ ხვდები. ეს ჩემია თუ მისია? თუ სპეცია? თუ ხვდები მისია. მისია. კარგი, ახლა ჩვენ გვინდა წერაქვი. თექს მე დაიმონდი ვაქვს ზუსტად. აბა, მინახართ, აბა. მოდი, სადა. მოდი. რა? აუ. მოიცადე, ჩემი რატომ გონია? ჯანდაბა, ეს ჩემია. მოიცადე, დავიბენი. ნამდვილად დავიბენი. სისხლი ხდება აქ. ვერ ხვდები ეს ჯანდაბაში ეს ჩვენი მწვანე მეომარი ან რასაკეთებს საერთოდ. თუ ეს მწვანესია, ჯანდაბა ვერ ხვდები მართლა გეუბნებით. ძალიან მიუხვედრელი რამე არის ეს. არა, შანსი არ არის. აქ რა ხდება? ბაგები. ასე ხდება მგონი ჩანკების გადატვირთვა. ხო, აი, ეს არის მისი ბაზა. ან ჩემ ბაზაზე დავბრუნდები მე. მას გაყავდა გზა სრულიად სხვანაირად. კარგი, ანუ ამის საშუალება გვაქვს, მაგრამ ჩემ ბაზაზე ესეთი რაღაც საშუალება რატო არის? უჩი უნდა გავიდე უკვე. იმდენად საშუალებები გავაკეთე და იმდენად გამოვსულელდი. ვიბაწვევით. იმდენად გავსულელდი, რომ ჩემი ბაზა ამერია. რა ჩემთვის მართლა გამოსულელება და დაიმატებსა თუ კარგი. კარგი, ნუ ვიყიდოთ ახლა. მოდი საჭმელი არ გვინდა, მოდი ვიყიდოთ ბლოკები. რაც გვინდა რომ ვიღაცის აისლანდზე გადავითრეთ. და. ო. ნუ თორცები აქ არის. რკინები. ასე. სულ 21, 22, 23 რკინა ხდება. ნუ ვიყიდოთ ახლა. უკვე საჭმელიც ასეთი. ასე იყოს. და გადასასვლელი აქეთ არის. წავიდა. კაი. ნუ ჩვენ ბაზას მივხვდებით აი ამით. იმის ბაზას კი მივხვდებით მისივე, ანუ ხელნაკეთით ნეზერის ქვებით რო აკეთებდა.
ვერ ხვდები რატო გაჩერდა თუ რაც ქნა. ის რატო ქნა. ერთხელ ისე თქვი, თქო უნდა, ყოველთვის. ის ვიღაც ცხოვრობს ჩვენს მოპირდაპირედ, ну, რაც ქვია. და როგორც არის. აი ასე. დავიწყოთ გადასვლა. იმედი ამ რაუნდს მოვიგებთ. ყოველ შემთხვევაში იმედი ხომ არის. ასე. და ну, ასე. მოიცადეთ, ვერ ხვდები ეს რა ჩვენ green players არაფერი არ გავუკეთებია. ჩემი აზრით ის უბრალოდ სადღაც ჯანდაბაში დგას. ან რომ ეს სულ საკეთებს, რადგან უკვე დავუმტვრე ამას კვერცხი, მაგრამ green team ისე ცოცხალი არ თმოთ. სვისი კვერცხი იყო აბა. მოიცადეთ, ეს იტლების კვერცხი იყო? რა? იმაღაცა მომატყუა. ჯანდაბა ის ყვითელია. ვიღაც სულელის ბაზაზე დავხარჯე ქვევი. კაი, მაგარი ვარ. ნამდვილად მაგარი ვარ. ну, აი მგონი მწვანეთ ვიპოვეთ. ჩვენი მწვანე არ გადმოსულა, თქმა უნდა. მიცადე, ვერ ხვდები. ხო, ეს მწვანეა. კარგი, მოდიოთ ჩვენ მწვანე. როგორ დავიყალე ამ გზების გაყვანით, ან არც მგონია რომ ეს ქვები მიეყოფა. მაგრამ, ну, რა ვიცი რა. ეს გამოგვივა, აი, ან წავაგებთ, ან მოვიგებთ. ну, ან რამე დაგვიმართება. არ მოვედით? არა. კარგი, ну, ქვების რაოდენობა მცირე გვაქვს. რა ჯანდაბა ხდება? არა, რა თქმა უნდა გადავხდებით. კაი, ეს მწვანეა, აი დარწმუნებული ვარ ხარ, მწვანეა. მაგრამ ამდენი რამე რატო ეყრებოდა თუ არა, ბევრი რამე აყრია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ აიღო, მაგრამ ხარ ჯანდაბა უნდა ვქნა. ну, ამას გავანადგურებ, რა თქმა უნდა. ასე. დავიდეთ. ასე და ასე. ჯაი. კაი, მწვანეები გავანადგურეთ, ჩვენ მწვანეს ვერ პოულობთ, მაგრამ თავარია რომ გავანადგურეთ. აი, დავალდები ახლა ჩემს ბაზაზე, ხო, მართალია, ჩემ ბაზაზე უნდა დავალდო, რადგან მოიცადეთ რა. მეგობა რომ კარგად ხარ? არ ვიცი რა მოხდა, ნამდვილად მოვიგეთ და კაი, მაგრამ არ გეკონოთ რომ ეხლა მე რაღაც ისეთი მოვიგე რომ არაფერიც არ თამაშობდა. თუ არ თამაშობდა, ერთი კითხვა მაქვს, ეს წითელი ნეზერის ქვები, ну, ნეზერის ხო წითელია. მოკლედ, როგორ გაჩნდა? თვითონ წარმოიქმნა, რა თქმა უნდა, თამაშობდა ის ვიღაც. თან ესე ცოტაც არ იქნებოდა, მოკლედ, ლოგიკურად რომ მოვყვეთ, მე მოვიგე სამართლიანად და კარგით. ну, მოკლედ, ახლა აქ დავამთავრებ ვიდეოს. ეს ხო, Minecraft ჯანდაბა Minecraft იყო. ხო, მაგრამ ეს იყო GeoGaming TV, არ დაგავიწყდეთ ლაიქი, subscribe და share. აბა მომავალ ვიდეომდე.